აუცილებელი არ არის შენ წახვიდე საზღვარგარეთ და ასფალტი აგო და ვირივით იშრომო და სიტყვაზე 7,000 თუ 6,000 დოლარი გააკეთო თვეში, რომ საიდანაც 70% ხარჯი გაქვს და რაღაც ცოტა დანაზოგს აკეთებ, შეგიძლია ის დარჩი აქ, წახვიდეთ სხვარში მეცხვარით, ან შენ მოიყოლიო 100 სული იქნება თუ 200 სული ცხვარი, აკეთო ნაღდი თუშური გუდა, რომელიც უძვირესია და ხალხს მოთხოვნაა და გტაცებენ. რა მაგარა აი ხლა და კიდე ეგ პირველი მიზეზი, მეორე. ეხლა რომ გახვიდე თბილისში, ბევრგან იყიდი გუდის ყველს. ჭყალებში. ჩვენ არ ვიცით რა გუდის ყველს. იქ გუდის არაფერი არ არის და თუშურიც არ არის. ყველაზე საშინელება ეგ არის გაკეთებული ზოგისად აწებებენ თუშური გუდის სიარლიხს, აყროლებენ, აი საშინელი ჭუჭყიანი სუნი რო აქვს, ხო იცი? გუდის ყველი ყველას უმრავლესობას მეღვინეობის გამო მე ხო ძალიან ხშირად მიწევს დეგუსტაციებზე სიარული, მაშინ უფრო მიწევდა და ყოფილა შემთხვევა რომ ისეთი აყროლებული ყველი მოუტანიათ გუდის ყველის სახელით, რომ აი თუ იქ ვერ გაჩერდები იმ ოთახში, არა თუ იმაში. და ეგ არ არის ბუნებრივი. ეგ მაგიჟებდა რომ თუშური ნამდვილი გუდა, აი ხა მე თქვენ განახებთ. წავედი ვიყიდე თავიდან ერთი რა ვიცი რამდენი იყო, ჩამოვიტანე და აი გავოგნდი, დადგა რიგი თურმე რამხელა მოთხოვნა ყოფილა. და მიმქონდა დეგუსტაციებზე, აი ვასინჯებდი, აი ეს არის ნამდვილი გუდას ცუდი სუნი არა აქვს.